დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. გრძელდება რა თქმა უნდა დილის პალიტრა და რეკლამის შემდეგ ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და უკვე მასპინძლობთ სტუმარს, რომელიც ძალიან საინტერესო თემით შემოგვერთდება, ასე რომ უნდა იყოთ განსაკუთრებულად ყურადღებით, რადგან ჩვენი საუბრის თემა იქნება ვირუსული ინფექციები და გართულებები. უკვე ყველა სეზონზე ფაქტობრივად რომ ვირუსები აქტუალურია, ამას შევეგუეთ და შევეჩვიეთ, თუმცა ახლა უფრო მეტი დეტალი უნდა შევიტყვეთ უშუალოდ პროფესიონალისგან, რა გართულებებს შეიძლება ველოდოთ ვირუსის დროს და რისთვის უნდა ვიყოთ მოკლედ მზად. დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფება პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ამერიკული კლინიკა თბილისის პედიატრი, პედიატრიული გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი ქალბატონი ფიქრია ჟვანია. მოგესალმებით, გასწავლებია, ძალიან დიდი მადლობა. Პირიქით თქვენ რომ დაგვრჩით და ხართ ჩვენი სტუმარი, ჩვენ ვსაუბრობ ვირუსულ ინფექციებზე, რომელიც უკვე რაღაცა ძალიან ბუნებრივი გახდა ჩვენთვის, იმიტომ რომ შევეჩვიეთ განსაკუთრებით ჩვენ ვისაც პატარები გვყავს ბაღში, სკოლაში და ასე შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში განებივრებულები ვართ სხვადასხვა ვირუსებით. რეალურად ქალბატონ ფიქრია საინტერესოა თქვენგან მოვისმინოთ, რა არის ზოგადად ვირუსული ინფექცია და რამდენად ნორმალურია ის, რომ წლის განმავლობაში რამდენჯერმე პერიოდულად შესაძლოა რომ აღნიშნული ვირუსული ინფექციებით დაინფიცირდეს ბავშვი. გვაქვს თუ არა განსაკუთრებული შეშფოთების ან პანიკის საფუძველი ასეთ დროს? ეს მგონი იყო არა მხოლოდ წამყვანის კითხვა, არამედ მშობლის. ნამდვილად გაერთიანებული ერთმანეთში. და ყველა დედის კითხვა, რადგან სუპერ აქტუალურია ეს განსაკუთრებით სეზონზე, ამ სეზონზე. ზოგადად ვირუსული ინფექცია შეიძლება იყოს როგორც კუჭ-ნაწლავის ვირუსული ინფექცია, ასევე ზედასასუნთქის და ქვედასასუნთქების ინფექცია და თვითონ სახელწოდებიდან გამომდინარე ინფექცია, რომელიც გამომწვევი არის ვირუსული ინფექცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სხვადასხვა ვირუსებია, როგორც წესი ეს არის რინოვირუსი, რომელიც იწვევს ზედასასუნთქების ინფექციას, ეგრეთ წოდებული გრიპის ვირუსი, ანუ ღორის გრიპი, ეცოდინებათ და ასევე კორონავირუსიც არის ამ სიაში როტავირუსი, რომელიც იწვევს ძირითადად კუჭ-ნაწლავის გზების ინფექციას და ასე შემდეგ. ახლა რაც შეეხება სიხშირეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ თქვენი კითხვაზე პასუხი, თუ რამდენჯერ შეიძლება იყოს ეს ეპიზოდი წლის განმავლობაში. ზოგადად ბავშვის იმუნური სისტემა არის ძალიან ფაქისი და ძალიან გრძნობიარე. და ძირითადად ეს ხდება სკოლამდელ ასაკში, ბავშვი სწავლობს თუ როგორ და ბავშვის იმუნური სისტემა სწავლობს როგორ უნდა ებრძოლოს ვირუსულ ინფექციას. ამიტომ 6-დან 8 ეპიზოდამდე, ანუ წლის მანძილზე, ჩვენ პედიატრები საუბრობთ, ეს არის ნორმალური სიხშირე. თუმცა გააჩნია თვითონ თავად დაავადების სიმძიმეს. თუ ეს არის გაურთულებელი ინფექცია, რომლის გადატანის შემდეგ ბავშვი გამოჯამრთელდება სრულად და ისე ველოდება ახალ ინფექციას შემდეგ თვეში, ეგ შეიძლება ჩაითვალოს ნორმად და შესაბამისად არ უნდა ავდეხოთ პანიკა. და თუ ეს ეგ შეიძლება იყოს 5 ეპიზოდი წლის მანძილზე, მაგრამ თუ არის ეს გართულებული, ჭირდება სტაციონარული მკურნალობა კლინიკაში, გადაყვანა თუ არის ეს პნეუმონიით მიმდინარე მძიმე სინუსიტებით, მძიმე ყურის ანთებებით ან სხვა ნეიროინფექციებითაც, მაშინ ვლაპარაკობთ ცოტა გართულებულ ფორმებზე და საჭიროებს შესაძლოა დამატებით კვლევას, რომ ზუსტად რომ იმუნური სისტემის დეფიციტი გამოირიცხოს. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ რადგან ბავშვი თვეში ერჯერ არის ეგრეთ წოდებული გაცივებული, თუმცა გაცივება ეს არის ვირუსული ინფექცია, რომ ბავშვს აქვს იმუნიტეტის დეფიციტი. იმუნიტეტის დეფიციტი არის სულ სხვა მდგომარეობა, ეს არის გენეტიკური მხარე და ჩვენ ვლაპარაკობ იმუნურ ტრენინგზე. ანუ ბავშვი სწავლობს თუ როგორ ებრძოლოს ვირუსული ინფექცია. ქალბატონი ფიქრია ძალიან კარგ თემას შევეხეთ და სანამ გართულებების უშუალო მიმართულებაზე გადავინაცვლებთ, მანამდე გკითხავთ და მაყურებელს მოდი განვუმარტოთ კიდევ ერთხელ, რა არის რეალურად გაცივება და რატომ ვუკავშირებთ მას მაგალითად კონდიციონერთან მოხვედრას ან ქარის დაბერვას და ასე შემდეგ. გარკვეულწილად თქვენ ამაზე პასუხი უკვე გაგვეცით, რომ იმუნური სისტემის დეფიციტთან ასოცირდება ეს ყველაფერი, მაგრამ აი უფრო დეტალურად და მაყურებლისთვის გასაგებ ენაზე რომ ავხსნათ ეს ყველაფერი. გაცივების სიმპტომები არის იდენტური
ზედასასრული გზების ვირუსული ინფექციასთან ძირითადი გამომწვევი არის მაინც ვირუსები. ერთადერთი არის მაგალითად გადაცივების დროს, როდესაც იმუნური სისტემის ანტისხეულების გამოყოფა ქვეითდება, შეიძლება სხვა დამატებით ჩვენმა ბაქტერიამ მოგვცეს ტრიგერი, რომ ზედასასრული გზების ინფექციების კლინიკა გვაჩვენოს. მაგალითად ბავშვმა გაიყინა, ან გარეთ დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდა ქარში, მაგრამ ეს მაინც არის ინფექცია და ეს არ არის საშიში კონდიციონერის ქვეშ ბავშვის ყოფნა. და ხშირად ასეთ დროს აღნიშნავენ იმასაც, რომ აი გავცივდი და ეს გადამდები არ არის, ან გაცივდა ბავშვი და გადამდები არ არის. ესეც მითია, ხო? მითია და ეს გადამდებია და ძირითადი წყარო მაინც ზედასასრული გზების ინფექციების და ზოგადად ვირუსული ინფექციების ასოცირდება ბაღთან. როგორც კი უშვებთ ბაღში, ახალი ინფექცია მოდის. შესაბამისად ძალიან დიდი გზავნილია მშობლებისთვის, რომ სანამ ბავშვი არ გამოჯამთელდება, არ გაუშვათ ბაღში, ეს არის სხვა ბავშვების უსაფრთხოება და შენი ბავშვის, იმიტომ რომ როდესაც ბოლომდე ბავშვი ვერ გამოდის ვირუსული ინფექციიდან, დამატებითი ახალი ინფექცია უფრო მეტად აზიანებს შენს ბავშვს ვიდრე სხვა ბავშვს. და გამოჯამთელების პერიოდიც რომ დავუკონკრეტოთ მშობლებს, აი გადამდებობა და სრულად გამოჯამთელება ბავშვის. ძირითადი გადამდების პერიოდი არის ანუ გავრცელების ვირუსული ინფექციის გავრცელების არის 5-7 დღე. ანუ იმ სიმპტომების მანძილზე, როცა ბავშვი ახველებს, ცხელება აქვს. ცხელებასთან კავშირში ეს არის უსიცხო პერიოდიდან 48 საათში უკვე შეუძლია გავიდეს და არ იყოს გადამდების წყარო. კი ბატონო, გავდამფიქრე დაუბრუნდები გართულებებს ვირუსული ინფექციის, იმიტომ რომ რაღაცნაირად მაინც ამ თემაზე ვამახვილებთ დღეს ყურადღებას და ხშირია ხოლმე ასევე შემთხვევები, როდესაც ვირუსი, როდესაც გონია რომ უკვე რაღაცნაირად ფინალურ ფაზაში გავედით და დავასრულეთ და ჩვენც ამოვისუნთქეთ და ბავშვმაც თითქოს იწყება მეორე ტალღა და თავიდან იწყება ისევ მაღალი ტემპერატურა, ისევ სხვადასხვა გაცივების ნიშნები თუ ასე შემდეგ. ეს რამდენად არის ნორმა და რომ გავაფრთხილოთ რაღაცნაირად მშობლები, აი რა არის ის სასიგნალო მანიშნებლები, როცა უკვე ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ბავშვს შესაძლოა ვირუსი გაურთულდა, გადავედით უფრო რთულ ფაზაში და უკვე საჭირო რომ აქტიურად ჩავრთოთ ამ შემთხვევაში პროფესიონალი ექიმი მკურნალობაში. აი რა ნიშნებზეაც არ ქმევენ ხოლმე რომ ვირუსი შეუბრუნდა. ამ სიტუაციაში მშობლის აი ეს მენეჯმენტი როგორ შეაფასოს ბავშვის სიმპტომები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგჯერ ძალიან ადრე მიდის ექიმთან და შემდეგ გართულებას ვერ გძნობთ, ზოგჯერაც არის დაგვიანებული. ეს ეგრეთ წოდებული მეორადი ტალღა შეიძლება აი გრიპის შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოწვეული შვაყურის ანთებით, ანუ ოტიტის დიაგნოზით, როდესაც ხშირად ღორის გრიპს ეგრეთ წოდებულს ახლავს მე-6-მე-7 დღეს, თითქოს დამშვიდებულ ცხელების ეპიზოდების ფონზე ბავშვს აღენიშნება განმეორებითი ცხელება და ერთ-ერთი გართულება არის შვაყურის ანთება. შვაყურის ანთების დროს ბავშვი თუ ლაპარაკობს, უჩივის ყურის ტკივილს ან თავის ტკივილს, ზოგადად 8 წლამდე ასაკის ბავშვები ვერ აფიქსირებენ და ლოკალიზაციას ვერ აკეთებენ ტკივილს და ზოგჯერ ლაპარაკობენ თავის ტკივილსაც, სახის ტკივილსაც, რაც განპირობებულია ყურის ტკივილით, ხოლო ჩულასაკის ბავშვებში ეს არის ტირილი. ტირილი ჭირვეულობა დღის მანძილზე ვერ ჭამს, ავიყვანთ ხელში, ვერ მშვიდება, საკვებს ვაძლევთ, ვერ მშვიდდება და ეს არის ერთ-ერთი გართულება. პერიოდში ყოველთვის ასეთი ჭირვეულობის დროს ყურებს უზელდი ხოლმე, იმიტომ რომ ზედმეტი ზეწოლით შეიძლება და მას უფრო მეტად გამოეხატა ტირილი და ამით მიუმხვდარიყავი, ხომ არ ქონდა მას ყურთან დაკავშირებული პრობლემები და ეს მართლაც მნიშვნელოვანია. აი ამ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ვთქვათ, თუნდაც ჩვილთან მიმართებით, აი დაუზილეთ ყური და უფრო მეტად იმატა ტირილმა. როგორ ვიქცევით და მიზანშეწონილია თუ არა დამოუკიდებლად სახლის პირობებში მკურნალობა? სახლის პირობებში შეიძლება მოახდინოთ ტკივილის მართვა. ჩვეულებრივ ზოგჯერ არის კითხვა, შეიძლება თუ არა იბუპროფენის, ანუ ეგრეთ წოდებული ტკივილის მართვის წამლის მიცემა.
უსიცხო პერიოდში, როდესაც დაუგდებს თუ არა თავის სიცხეს, არ დაუგდებს ჩვენც, როდესაც დავიგდვივა, ჩვენც ვიღებთ იბუპროფენს ერთ-ერთი ან პარაცეტამოლის ჯგუფის პრეპარატებს შეიძლება ჩვეულებრივ მისცე და ტკივილის მართვა მოახდინო და განსაკუთრებული ჩვილი ბავშვი უნდა მივუყანოთ ექიმთან ან პედიატრთან, ოტორინოლარინგოლოგთან, ანუ ყელყურის ექიმთან, რომ მოხდეს იდენტიფიკაცია და სწორად მოხდეს მისი მართვა, იმიტომ რომ თვითონ შვაყურის ანთებას უკვე სხვა გართულებებიც ახასიათებს. კი ბატონო, გავდამ ფიქრი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა ვირუსული ინფექციების დროს არის ხოლმე მშობლებისთვის, რომ ბავშვი არის უმადოდ. და ფაქტობრივად არ იღებს საკვებს, ან ძალიან მცირე ულუფებით იღებს, იმასაც რაღაცა ხვეწნით, დაძალებით თუ ასე შემდეგ. აი, რამდენად მნიშვნელოვანია კვება ასეთ დროს? დავაძალოთ ბავშვს, რომ რაღაცნაირად უფრო გავაძლიეროთ თუ პირიქით დავტვირთოთ ძირითადად სითხეებით და თუნდაც მივცეთ უფლება, რომ აი ამ უმადობის და ვირუსული ინფექციების დროს თქვას უარი საკვებზე. ჩვენ წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი, როგორ ვართ ჩვენ ვირუსული ინფექციის დროს საკვებთან მიმართებაში, ამიტომ ზოგჯერ დაძალება იწვევს უკურ რეაქციას, გულისრევის შეგრძნებას და ღებინებას. ამიტომ დამატებითი სითხის დაკარგვა ამ პერიოდში ბავშვთან ჩვენ არ გვაწყობს. შესაბამისად არ არის აუცილებელი, რომ ის კვება მიიღოს, რაც ავადობამდე ღებულობდა, მთავარია სითხე. იმიტომ რომ დეჰიდრატაცია, ეგრეთ წოდებული წყლის კარგვა არის ერთ-ერთი საშიში გართულება ვირუსული ინფექციის. ასევე და შევთავაზოთ დღის მანძილზე ყოველ 10-15 წუთის მანძილზე მცირე რაოდენობით, მცირე ულუფებით არ არის აუცილებელი რომ ერთი ჭიქა დალიოს. ყოველ 10-15 წუთში ეგრეთ წოდებული პატარა მცირე ერთი ყლუპიც რო დალიოს დღის მანძილზე არის საკმარისი და ვირუსული ინფექციების პირველი და დადასტურებული ტერი არის სითხე. ანუ სითხე, როდესაც ჩვენ ორგანიზმში არის საკმარისი, ესე იგი ჩვენი ყველა ფერმენტები, იმუნური ანტისხეულები კარგად გამოიმუშავება, თან ვააქტიურებ დიურეს, ეგრეთ წოდებულ თირკმელს, რომ გამოყოს ის ტოქსინები, ვირუსები, რაც ბავშვის ორგანიზმში არის და სითხის დოტაცია და ამიტომაც მშობლებს უყვართ ხოლმე გადასხმა, ინფუზია. ეს არის იგივე სითხე, რაც შეიძლება ჩვენ მივცეთ სახლში. მინდოდა რომ მეკითხა ზუსტად, რა ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი, აი მე მაგალითად მქონია პრაქტიკა ჩემს შულთან უშუალოდ, რომ ყველანაირი ელექტროლიტი, რაც არსებობს ბაზარზე სააფთიაქო ქსელში, მიცდია და ნუ აი არ იღებს, არც ერთი ჩემი შვილი არ იღებს ელექტროლიტს, მხოლოდ გავდივართ წყლით და გაზიანი მინერალური სასმელებით. აი რა ხდება ამ დროს, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ვაძლევთ ელექტროლიტს, არ ღებულობს, ან უკან აბრუნებს, ან საერთოდ უარყოფს და ნუ წყლის დანაკარგსაც ვამჩნევთ ბავშვს. აი როგორ ვიქცევით ამ დროს? კარგი, ვთქვათ არ მიმართე გადასხმას, მაგრამ რით შეგვიძლია რომ ჩავანაცვლოთ ამ შემთხვევაში ელექტროლიტიც და ინფუზიაც? ძალიან სწორად ბრძანეთ, მინერალური წყალი არის ერთ-ერთი ჩანაცვლებითი ჩანაცვლების სითხე. შაქარს ვურევ ხოლმე, ეს რამდენად შაქარი. ზედასასმუგზების ინფექციის დროს, ასევე ღებინების დროს ერთადად ბავშვები მომართავენ კლინიკას. არიან ჰიპოდინამიურები, ანუ ძალა არ აქვს და ეს ჰიპოდინამიის ერთ-ერთი მიზეზი არის დეჰიდრატაცია, როცა ვერ იღებს სითხეს. მაინც ვიტყვი, რომ პირველი რიგის მკურნალობა არის ორალური დატვირთვა, ანუ დალევა და ინტრავენური მაინც არის სტრესი ბავშვისთვის, სტრესი მშობლისთვის და ერთბაშად დოტაცია დიდი რაოდენობის ინტრავენურად 2 საათში, როგორც ხშირად უნდა თხოვენ მშობლებს არ შეიძლება, გარდა იმისა, თუ არ არის საჭიროება, რა თქმა უნდა, როდესაც ბავშვი ვერ იღებს ღებინების გამო. თუ არის სითხის კარგვა, ღებინებით, დიარეით, როდესაც არის, მაშინ ინტრავენური დიარეის დროს ფაქტობრივად აზრსაც კარგავს, ხომ, პირიდან მიღებული არ კარგავს. ეს პირველი რეკომენდაციაა ყველანაირი გაიდლაინებით, ორალურად, ანუ პირიდან მიღებული სითხე ბევრად ეფექტურია ვიდრე ინტრავენური სითხე. იმიტომ რომ შეიძლება ვმართ დიარეის დროსაც. დიახ, მაგრამ არის ხოლმე, როდესაც იმ მოცულობას ვერ ვასრულებთ, ანუ პატარა ბავშვის შემთხვევაში 1 წლის ბავშვს ძალიან რთულია სახლის პირობებში, თუ არა ვართ რაღაც სუპერ
სუპერჰერო მამები, დედები, ბებიები, ბაბუები 2 ლიტრი წყალი მისცეთ დღის მანძილზე შესაბამისად. ამიტომ ვანაცვლებთ ხოლმე ინტრავენურ ინფუზიას და დატვირთვას სიტყვით. კი ბატონო, ქალთან ფიქრია, თუ არსებობს რაიმე გზა პრევენციისათვის, როდესაც უკვე თქვათ ბავშვს დაუდასტურდება ვირუსული ინფექცია, რა შეუძლია გააკეთოს მშობელმა იმისთვის, რომ აი ეს გართულებები, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, რაღაცნაირად თავიდან ავირიდოთ. თუ ვართ უძგურები ამ შემთხვევაში და უნდა მივენდოთ ბავშვის იმუნურ სისტემას, მის ორგანიზმს და ასე შემდეგ. შეგვიძლია თუ არა რაღაცნაირად გართულებების არიდება. ძალიან საინტერესო და კომპლექსური კითხვაა. და ძალიან რთულია ერთპიროვნულად ერთი-ორი სიტყვით პასუხის გაცემა ამ კითხვაზე. ზოგადად როგორც უკვე ჩვენ ვილაპარაკეთ, სითხე არის ყველაზე პირველი, რაც შეიძლება მივცეთ დატვირთოთ, რომ ჩვენი სხეული არ ჩვენი და ბავშვის სხეული არ დაუძლურდეს და იმუნური სისტემა და ბავშვის ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში სითხე არის ყველაზე დიდი დამხმარე ელემენტი პირველი. და ზოგადად როცა ვლაპარაკობთ ინფექციასთან ბრძოლას, ვლაპარაკობთ ბავშვის და დიდის იმუნური სისტემის მდგომარეობას, რაც უფრო ჯამთელი სულია და ჯამთელი მდგომარეობა ბავშვის მით უფრო ძლიერი და ამით ვამცირებთ თვითონ თავად ვირუსული ინფექციების გართულებების რისკს. ანუ ცხელების სწორი მართვა, სითხის დოტაცია, კარგი კვება, რაც იმუნურ სისტემაში შედის და ეხლა უკვე დამტკიცებულია, რომ კვებას შეუძლია ეპიგენეტიკურ დონეზე შეცვალოს იმუნური სისტემის მიმართულება, რაღაც გენები დაახშოს, რაღაც გენები გააქტიუროს და ერთ-ერთი შემავალი ელემენტი არის კვება, მასში შემავალი პროტეინები, ანუ ცილა, ნაკლები ნახშირწყლები და ცუდი ცხიმების ამოღება ზოგადად და მიკრო და მაკრონუტრიენტების თუთის დოტაცია და თუთი არის მტკიცებით მედიცინაში ერთ-ერთი მიკროელემენტი, რომლის დოტაცია ხდება ვირუსული ინფექციების დროს, განსაკუთრებით დიარეით მიმდინარე ვირუსული ინფექციის დროს და მტკიცებითი დონე აქვს A, ანუ ყველაზე მაღალი, ამიტომ ჩვეულებრივად შეიძლება დოტაცია მოვახდინოთ და ჯანსაღი ცხოვრების წესი გარეთ, ფიზიკური აქტივობა, ჰაერის აბაზანები და ასე შემდეგ. რაც სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში ცოტა გვიჭირს ხოლმე და ძირითადად ბავშვებიც რატომღაც მჯდომარე პოზიციაში არიან, უფროსებიც და რაღაცა ნაკლებობა გვაქვს თითქოს ფიზიკური აქტივობის, მაგრამ ვურჩიოთ მშობლებს, რომ მაინც გამოვნახოთ დრო ამისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან საყვარელი ალბათ თქვენი კითხვაც იქნება თუ როგორ გაუძლიეროთ ბავშვს იმუნიტეტი. რა თქმა უნდა, ყველა მშობლი. და ძალიან აქტუალურია პოლივიტამინების კომპლექსი, თევზის ომეგა-3 და 6, აი 10 დღიანი, 20 დღიანი, 25 დღიანი კურსის მიცემით ჩვენ შეიძლება ადროებით რაღაცა დეფიციტი ჩავანაცვლოთ, მაგრამ და მერე რა? ანუ იმ 25 დღის მერე დეფიციტი არ იქნება. ამიტომ ეგ ყველაფერი უნდა მოვხდინოთ კომპლექსურად, ანუ კვებით, გაჯანსაღებით და წყლის აბაზანებით, თუნდაც ანუ ცივი წყალი, ან ტემპერატურა, რა თქმა უნდა, ზაფხულის პერიოდიდან უნდა ჩამოვწიოთ ტემპერატურა წყლის და წყლით გაკაშება ერთ-ერთი ძალიან ძლიერი და ხშირ შემთხვევაში თუ მიუყვებით ჩვილობის პერიოდს მიზანს შეწონილია რომ 37 გრადუსს არ აჭარბებდა 36-ს თუ სწორად მახსოვს არ აჭარბებდეს და შემდეგაც თვითონ ბავშვებიც უფრო მეტად გთხოვენ გრილ წყალს ყველანაირი რეაქციით გამოხატავენ ამას მაშინაც კი როდესაც საუბარი არ შეუძლიათ რომ შედარებით გრილი წყლით იბანაო 32-მდე შეიძლება ჩამოვიყვანოთ ზოგადად ძალიან უკუ რეაქცია გვაქვს, როდესაც ფეხში შველი დარბია. ესეც არის ერთ-ერთი იმუნური ნაწილის ახალგაზრდაობის დედებსა და ცოტა მოზრდილ თაობებს შორის ყოველთვის არის ეს ეგრეთ წოდებული ბრძოლა. იაროს თუ არა ბავშვმა ფეხში შველს. ანუ ესეც ვთქვათ, რომ ფეხში შველა სიარული საძლიერებს იმუნიტეტს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ქალტონ ფიქრია, მე მგონი დავაკმაყოფილეთ ბევრი მშობლის ინტერესი და შევეხეთ ამ თემას, რაც ძალიან გვაინტერესებს, კი ბატონო. მივიღეთ თქვენგან რჩევები და ვეცდებით, რომ რაღაცნაირად ბავშვებსაც შეუმსუბუქოთ ეს ვირუსული ინფექციების პერიოდი და ჩვენც უფრო მშვიდად ვიყოთ. მადლობა ესეთ საინტერესო საუბრისთვის თქვენ და მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ პროფესორი, მედიცინის დოქტორი
ამერიკული კლინიკა თბილისის პედიატრიული გადაუდებელი მედიცინის განყოფილის ხელმძღვანელი ქალბატონი ფიქრია ჟვანია პასუხობდა დილის პალიტრის კითხვებს.